მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მივესალმები მეტროპოლიტ დავითს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმები საქართველოს საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს. დღეს ვასრულებთ ელჩების კონფერენციის ორდღიან მუშაობას. პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ თავისი საპრეზიდენტო საქმიანობა სწორედ იმ ადამიანებთან შეხვედრით დაიწყო, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენენ საზღვარგარეთ. მადლობას გადავუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და საქართველოს მთავრობის წევრებს გასული 2 დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრებისთვის და დისკუსიებისთვის. მადლობას მოვახსენებ ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს და პარლამენტის წევრებს ელჩების კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის. და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ერთგულებით და სიყვარულით ემსახურებით ჩვენს სამშობლოს. დღეს საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და გართულებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ერთობას და სიმტკიცეს. საქართველოს ინტერესების დაცვა დღეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და ნამდვილი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის ბრძოლას. გამოწვევებთან ერთად შესაძლებლობებიც ბევრია, რომლებიც არ უნდა დავკარგოთ და სრულად ავითვისოთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. გასული 2 დღის განმავლობაში ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ საგარეო პოლიტიკის იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ასახულია საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში. ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რაც ხშირად ხელოვნურად იქმნება ჩვენი გულწრფელი კონსტიტუციური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენს მთავარ საზრუნავად ისევ და ისევ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება რჩება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის მშვიდობიანი ბრძოლის ყველა შესაძლებლობა სათანადოდ გამოვიყენოთ. საქართველოს მიმართ მიზანმიმართული ხშირად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა ნაბიჯები მხოლოდ ცდილს აყენებს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, საიდკენაც მივისწრაფით. დიდია ჩვენი დიპლომატების როლი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების წარმართვაში და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში. ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ. საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და პროგრესი არ უნდა რჩებოდეს შეუმჩნეველი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ამისთვის კიდევ უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობით მონიჭებული შესაძლებლობები. ჩვენი თანამემამულეების ინტერესების დაცვა, მათთვის სამშობლოსთან კავშირების ხელშეწყობა უნდა იყოს ქართველი დიპლომატების ყოველდღიური საზრუნავი. საქართველოს დიპლომატიური სამსახური ბოლო პერიოდში ღია და დაუფარავი შეტევის ობიექტი გახდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ საქართველოს სიტყვის იმგვარად თქმას მსოფლიოში, როგორც ეს ჩვენ სამშობლოს ეკადრება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ელჩების 2024 წლის კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის და გისურვებთ ბევრ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და სათანადოდ წარმოცენაში. დიდი მადლობა. ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს. მივესალმები პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, მეუფე დავითს, ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენს ელჩებს, სტუმრებს, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა
მოხარული ვარ, რომ ჩემი პრეზიდენტობის პირველ, ასე ვთქვათ, შეხვედრას თქვენთან ვაწარმოებ და მართლაც დიდი პატივია, რომ თქვენს წინაშე წავდგე დღეს. ყველამ კარგად ვიცით, რომ თქვენ გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა, ღირსეულად წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე, რასაც ასე წარმატებით უძღვებით. დღეს არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, თუმცა მჯერა თქვენი თავდაუზოგავი შრომით და ძალისხმევით კვლავ დიდი მიღწევები გვექნება. მოგეხსენებათ, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, ესე ვთქვათ, წარმატებული სვლით. ქვეყნის შიგნით დღემდე მიმდინარე უამრავი წინააღმდეგობისა და მძიმე მემკვიდრეობის ფონზე ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ეჩვენებინა პროგრესი, რომელიც სათანადოდ შეაფასა ჩვენმა მოსახლეობამ და ჩვენს ხელისუფლებას მეოთხედ გამოუცხადა ნდობა. ახლა როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა ჩვენს რეგიონშიც, უფრო მეტად გვმართებს გონივრული და პრაგმატული მოქმედება, პოლიტიკური გამჭრიახობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ესეთი ძალისხმევით ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ სამშვიდობოს. ძვირფასო დიპლომატებო, მოგეხსენებათ, საქართველოს მიისწრაფის გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გამყარებულია ჩვენი კონსტიტუციით და ისეთივე მტკიცია, როგორც ყოველთვის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის და ჩვენს მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსი ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის, ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით, არაერთ სპეკულაციასთან მქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას, ამიტომ ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ვალია მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დაუპირისპიროთ. დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეც და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ახლად მზად არის, ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპარაკებები, ამაზეც არაერთხელ ისაუბრა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა და ნებისმიერ დროს ჩვენი ქვეყანა მზად იქნება იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ პროცესი. ისეთივე ურყევი და მტკიცია ჩვენი პრიორიტეტი ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ განვამტკიცოთ უფრო ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა გაუგებრობა აღმოიფრება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტით განსაზღვრული პრიორიტეტები სათანადოდ აისახება ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით. ამასთან საქართველოს როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფით დაინტერესებული მხარე აძრიელებს მეზობელ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას, კერძოდ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას, როგორც მოგეხსენებათ, უჭერთ მხარს და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდ ძალისხმევას გამოვიჩენთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად განვამტკიცოთ ასევე ჩვენი დიასპორის კავშირი ჩვენ სამშობლოსთან, რათა ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ჩვენი მტკივნეული თემა უკვე 3 ათეულზე წელს ითვლის ჩვენი ტკივილი, ჩვენი აფხაზეთი და ოსეთი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ჩვენი დაკარგული ტერიტორიები, საოკუპაციო ხაზის გაყოფილი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიპლომატიით და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მჯერა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები ძალას არ დაიშურებთ, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს დეოკუპაციის დღის წესრიგში წარმატებით მიღწევა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს უსაფრთხოების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას და ჩვენი ქვეყნის და
ხალხისთვის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, საკმაოდ დიდი მისია გაკისრიათ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული იქნება, განავითარებთ ეკონომიკურად და ყველაფერი იქნება კარგად. დიდი მადლობა, შევხვდებით აუცილებლად კიდევ. მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა ბაბუაშვილს, მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენელს, ალავერდელ მეუფე დავითს, პრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძეს, სასულიერო პირებს, მივესალმები მათპატივცემულ სტუმრებს, მივესალმები პარლამენტარებს, მივესალმები მინისტრის მოადგილეებს და რაც თავარია მოგესალმებით საქართველოს ელჩებს და ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს. თითოეული თქვენგანის როლი საქართველოს ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში არის ბუნებრივია, განსაკუთრებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმართება ამბასადორიალი წლევანდელ წელს, გრძელდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, სადაც ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შევაჯამოთ ქართული დიპლომატიის მიერ გაწეული საქმიანობა, შევაჯამოთ ჩვენი მიღწევები და განვიხილოთ კიდევ ერთხელ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები. ჩვენი ქვეყანა თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისკენ ისწრაფის და ცხადია, ამ პროცესში საქართველოს სჭირდება საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება, სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ გზაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თითოეული დიპლომატის, თითოეული ელჩის როლი არის განსაკუთრებული. საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის და დეოკუპაციის საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას. დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად. წელს აქტიურად წარიმართა არაღიარების პოლიტიკა, რაშიც ჩვენ საელჩოებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. მთელი ამ 12 წლის განმავლობაში არაღიარების პოლიტიკა ხორციელდება პრინციპულად, ხორციელდება წარმატებით და თითოეულ შესაბამის ელჩს ამისათვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. როგორც მოგეხსენება, ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, სამწუხაროდ ეს თემა ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან. თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების და წინააღმდეგობების მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით და ამის გამოხატულება იყო შარშან დეკემბერში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება და რა თქმა უნდა ამ წარმატებაშიც ჩვენი დიპლომატების როლი არის, თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ განვაგრძობთ რა თქმა უნდა ყველა ვალდებულების შესრულებას, როგორც უკვე აღინიშნა დღესაც ჩვენ განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას და 2028 წლისთვის ამ ვალდებულების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული და ასევე რაც შეეხება DCFTA-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, აქაც გეგმავთ 4 წელიწადში შევასრულოთ ვალდებულების 90%-ზე მეტი, რაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების მისაღწევად. ასევე ჩვენ ვართ რეგიონში, ფართო რეგიონში ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ამ დამსახურებასაც სჭირდება შესაბამისი დაფასება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულება ის, რომ საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით. საქართველო არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში არის ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება და ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეისათვის ჩვენ უკვე გვაქვს შესრულებული ასოცირების შეთანხმებით ნაგზრი ვალდებულების უმეტესობა და აქტიურად გაგრძელდება, როგორც უკვე აღინიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა. 2030 წლისთვის, კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად.
ასევე ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მე მთავრობის ხდომაზე გავაკეთე საგანგებო განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა და თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით. არა სარეალ ფურცელზე დატოვებული სტრატეგიული პარტნიორობით, არამედ ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული ხელშესახები, შედეგები. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მზაობა ამისათვის და იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვიხილავთ ქმედით შემხვედრ ნაბიჯებს. ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, რეგიონული თანამშრომლობა. საქართველო ავითარებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, რისთვისაც ბევრი რამე გავაკეთეთ გასულ წლებში და რა თქმა უნდა მომავალშიც ბევრ რამეს გავაკეთებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მექანიზმია შუა დერეფანი მეზობელ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პროექტების განხორციელება, რა თქმა უნდა, ხელშეუწყობს მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან უკვე გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რაც არის მშვიდობის ხელშეწყობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. შუა დერეფნის როლის ზრდაზე დადებითად აისახება თანამშრომლობა მთლიანად აზიის რეგიონთან. როგორც მოგეხსენება, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს პარტნიორობას ჩინეთთან, ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ამ შეთანხმების საფუძველზე წელს უკვე ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც მათ შორის აისახა ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებაზე, ეს აისახა ორმხრივად უვიზო რეჟიმის შემოღებაზე და ეს აისახა მათ შორის პირდაპირი ფრენების სიხშირის ზრდაზე, რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებითაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ინდოეთთან ხრმავდება ურთიერთობები, საელჩო გახსნა ინდოეთმა საქართველოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა. გრძელდება ურთიერთობები იაპონიასთან, კორეამ საქართველოში გახსნა საელჩო, დაასრულა მოლაპარაკებები ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე და ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საფუძველი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების თვალსაზრისით, ასევე ვაფართოებთ ჩვენს კავშირებს ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამტკიცება არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე საქართველოს პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენი ხელისუფლება, როგორც მოგეხსენებათ, აქტიურად მუშაობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად, ეგრეთ წოდებული დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად. საქართველო ტრადიციულად ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან როლს დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთს ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენი ამ სტრატეგიული ფუნქციის აღდგენა, რისთვისაც ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს, მათ შორის მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად პარალელურად საჭიროა დიპლომატიური აქტივობების განხორციელება იმისათვის, რომ ჩვენ ხელი შეუწყოთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის მაქსიმალურად გაძლიერებას. ამ კუთხით მათ შორის უმნიშვნელოვანესი პროექტებია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ანაკლიის პროექტი, რომელთა წარმატებისთვის ქართულმა დიპლომატიამაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესია ქართული დიასპორის როლი. სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია დიასპორის გაძლიერება, დიასპორის უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, პროექტები, თუმცა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველყოთ დიასპორის კიდევ უფრო მეტად ინტერესების გათვალისწინება და მათი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მე მინდა თითოეულ თქვენგანს, ქართულ დიპლომატებს, საქართველოს მისიების ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს გადაგიხადოთ
უდიდესი მადლობა თქვენი ძალისხმევისთვის და თქვენი პატრიოტიზმისთვის, რა თქმა უნდა, პატრიოტიზმის გარეშე სახელმწიფოსთვის ვერც ერთი საქმე სათანადოდ ვერ კეთდება. პირველია სიყვარული ქვეყნის, პატრიოტიზმი და პირველ რიგში ამისათვის მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენი დამოკიდებულებისთვის ქვეყნის მიმართ და თქვენი პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც აკეთებთ ყველა საქმეს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასთან. თქვენი პროფესიონალიზმი და ქვეყნის მიმართ ერთგულება არის, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელი. მე მჯერა, რომ 2025 წელს თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა კიდევ დიდ წარმატებებს მიაღწევს საერთაშორისო ასპარეზზე. მე მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა, მინდა მოგილოცოთ ამდენი ახალი წელი, მინდა მოგილოცოთ ამდენი შობა, მინდა გისურვოთ ყველას ბედნიერება და წარმატებები ახალ 2025 წელს. ბედნიერება თქვენ და თქვენს ოჯახებს. უღრმესი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქალბატონ საგარეო საქმეთა მინისტრს, მივესალმები მეუფე დავითს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ძვირფასო ელჩებო და მისის ხელმძღვანელებო. მოხარული ვარ, რომ აქვს შესაძლებლობა მოგმართოთ საქართველოს ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში. ამბასადორიალი ის ფორმატია, სადაც განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მაჯისცემა. უპირველეს ყოვლისა მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ქვეყნის ერთგულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და მთელ მსოფლიოში საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის. თქვენ წამყვანი როლი გენიჭებათ საზღვარგარეთ საქართველოს ინტერესების დაცვაში, ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და სხვადასხვა ქვეყანასთან მეგობრული კავშირების გაძლიერებაში. ქალბატონებო და ბატონებო, 2024 წელი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და რთული პოლიტიკური მოვლენებით, ასევე გეოპოლიტიკური და გლობალური თუ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებით დატვირთული აღმოჩნდა. ამ ვითარების ფონზე საქართველოს განუხრებად რჩება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების ერთგული. 2024 წელს საქართველოში ჩატარდა ისტორიულად მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები. გადავედით სრულად პროპორციულ სისტემაზე და ასევე საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები დავნერგეთ, რაც საეტაპო ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. გასულ კვირას გამოქვეყნდა ეუთო ოდირის დასკვნა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლითაც შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ჯგუფის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების საპირწონედ მნიშვნელოვანია ელჩების აქტიური საქმიანობა, რათა შეწყდეს თავდასხმები ქართულ დემოკრატიას. კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა გახდათ საარჩევნო კოლეგიის მიერ პარლამენტის სასახლეში საქართველოს მე-6 პრეზიდენტის არჩევა, რითაც სრულად ამოქმედა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. გუშინ პარლამენტის სასახლეში ჩატარდა პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელმაც საბოლოოდ მოიყვანა სისრულეში საქართველოს როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა. საპარლამენტო მმართველობის სრულყოფილად შემოღება კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის პრინციპებს. რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ის კვლავ იქნება ორიენტირებული საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებაზე. ბოლო წლების განმავლობაში ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევით აღსავსე რეგიონში ჩვენმა ხელისუფლებამ თქვენი აქტიური მონაწილეობით შეძლო უამრავი ურთულესი საფრთხის მოგერიება, წინასწარი განზრახვით ჩადებული თუ საერთაშორისო ვითარებით განპირობებული ნაღმების გაუნებელყოფა. ჩვენ შევძელით ქვეყანა ქარიშხლებში უნებლად გამოგვეტარებინა და თან ისე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროპაში წამყვანი ქვეყანა გავხდით. უსაფრთხოების გამოწვევები არსად წასულა. ამიტომ ქვეყნის წინაშე ჩვენი ვალია ეროვნული ინტერესების დაუზიანებლად და თავდაუზოგავად შევძლოთ საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერება და განმტკიცება.
მნიშვნელოვანი ასევე გავაგრძელოთ საქართველოს მდიდარი ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მიღწევების მსოფლიოსთვის გაცნობა. ჩვენი ეკონომიკის, კულტურის, სპორტული მიღწევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფართოდ გატანა. მეორე მხრივ ძალიან დიდია თქვენი როლი სხვა ქვეყნებში არსებული კარგი პრაქტიკის ჩვენი ქვეყნისთვის გაზიარებასა და დანერგვაში. სამომავლოდ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტი დიდ ძალისხმევას მიმართავს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, რითაც არაერთხელ დაგვიდასტურებია და კვლავაც დავადასტურებთ, რომ საქართველო წარმატებით ნერგავს ევროპულ სტანდარტებს და ასრულებს იმ საშინაო დავალებებს, რომლებიც ნამდვილი ევროპული ინტეგრაციის საფუძველია. ძვირფასო ელჩებო, დასასრულს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენი ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. ერთად შევძლებთ საერთაშორისო არენაზე საქართველოს ღირსეული სტატუსის შენარჩუნებას და იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. წარმატებას გისურვებთ და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობა.